შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლები რეჟიმის წინააღმდეგ ამ სახელწოდებით მსვლელობა გამართეს შშმ პირთა მშობლებმა რესპუბლიკის მოედნიდან. მათი განცხადებით აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ კრიზისს, რომლის გამოწვეულია ხელისუფლების პოლიტიკით და ქვეყანა კარგავს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას. მათივე თქმით, შექმნილი ვითარება შშმ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებზე ხელმისაწვდომობას აფერხებს, რადგან საჭირო პროგრამები სწორედ დასავლური დონორი ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. ხელახალი არჩევნები, აქციის დროს დაპატიმრებული პატიმრების გათავისუფლება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება ეს არის შეკრებილების ძირითადი მოთხოვნა. მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და პარლამენტის წინ დასრულდა. ქვეყანა არის უკიდურეს კრიზისში შესული, რაც ყველაზე მეტად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აზიანებს და ყველა ის სიკეთე, რაც დღეს მათ აქვთ, ეს იქნება სერვისები, რომელიც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუ საბაზისო მხარდაჭერა, რომელიც განვითარება შეხმარება, სწორედ დასავლეთის და ევროკავშირის ქვეყნების მიერ მათი მხარდაჭერით განვითარდა და დაფუძნდა საქართველოში. დღეს ევროინტეგრაციის გზის შეჩერება პირდაპირ ნიშნავს ჩვენი შვილების წარსულში დაბრუნებას. ყობახიძემ ერთი კაცის გადაწყვეტილებით გადაწყვეტა, რომ მთელი ქვეყანა ჩააგდოს უფსკროლში და დააბრუნოს იმ ბნელ წარსულში, საიდანაც ბევრი წვალების და შრომის შედეგად ამოვედით ჩვენ. ეს განსაკუთრებით მძიმეა და განსაკუთრებით სახიფათოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მათთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ის სერვისები, რომელსაც დღეს იღებენ და ეს სერვისები მათი უმრავლესობა თუ ყველა არა არის მხარდაჭერილი დასავლური დონორი ორგანიზაციების მიერ.